და ამ დასახლებას რეალურად Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыше, это я. Слава Украине. მოგესალმებით დღეს კვირაა და ტრადიციულად 20 საათსა და 30 წუთზე ეთერშია გადაცემა ვემსახურები საქართველოს მე მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროზე ვარ. რუსეთის ფედერაციის მორიგი ტერორისტული აქტი პრეზიდენტ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი-როგში სარაკეტო შეტევას 18 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ მომხდარზე გააკეთა განცხადება და მას უწოდა შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც არის მიმართული იქეთკენ, რომ მოხდეს უკრაინელების დაშინება იმ ტერორით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. რა ხდება უკრაინაში ამ თემაზე უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენი სტუმარია საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური ირაკლი ქურასბედიანი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა შევაფასოთ, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ენაზე ის, რაც მოხდა კრივოი-როგში. შეტევას, სარაკეტო შეტევას, რომელიც, ასე ვთქვათ, დასრულდა სამოქალაქო მსხვერპლით, ემსხვერპლა 18 ადამიანი, მათგან 9 ბავშვი. საერთაშორისო სამართლის ენაზე, ომის კანონების ენაზე ქვია ომის დანაშაული. რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე სამხედროები, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე უკრაინის მაღალ ეშელონებში? გიორგი, ამაზე რას იფიქრებს უკრაინა და უკრაინელი ხალხი თავის მთავრობიანად, მე მგონი კარგად ვიცით რა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, რა ხალხთან გვაქვს საქმე, სწორედ რომ ხალხთან და არა რაღაც გარკვეულ წრეებთან. თავარია დასავლეთში გაიგონ ვისთან აქვს საქმე. სამწუხარო ჯერ არის მით. შეფასება არაფერი რატო ხდება გასაგებია, ძალიან არაფერი შემთხვევითი არ არის, მიზანმიმართულია. ეხლა რაც შეეხება იგივე მოლაპარაკებების ფონზე, იგივე, არის ორი მომენტი, როგორც ის რომ ჩვენ თქვათ ვარი და მე ჩვენ დაგვაბრალონ რომ მოლაპარაკებებზე არ მივდივართ. და მეორე, რასაც ყოველთვის ახორციელებდნენ, იყო ხალხის დაშინება, ტერორი, რომ აი მაქსიმალურად ინდონეზიაზე მიიყვანონ მოსახლეობა, რომ მოსახლეობა იყოს, ვთქვათ, წინააღმდეგი ომის გაგრძელების და წინააღმდეგ ომის გაგრძელების, უფრო სწორედ რო ვთქვათ, თორე ახლა ომის გაგრძელება რაღაც მესმის საქართველოში და ისე ჟღერს არ გვინდა ომის ფონზე. გარდა ამისა, გარდა კრივოი-როგის დაბომბვისა, 6 ოლქში მოხდა მასირებული შეტევა, ერთ-ერთი ყველაზე მასირებული შეტევა, სადაც გამოყენებული იყო საერთო ჯამში 132 ფრთოსანი რაკეტა და 2 ამდენი სხვადასხვა ტიპის დრონი, დამდგმელი დრონები. ზოგადად რამდენად მასიურია ბოლო პერიოდში ეს საჰაერო შეტევები, სარაკეტო შეტევები და დრონების შეტევები და რას უპირისპირებს ამ ყველაფერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები? მასიური არის, რა თქმა უნდა, ხოლმე ხედავთ, მასიური არის, ფრთოსანი რაკეტების გამოყენება, რა ხდება რაღაც პაუზებით და ასეთ დაგროვება და მე ერთიანად გამოყენება. დრონებს რაც შეეხებათ, საკმაოდ სამწუხაროდ ჩვენ მოწინააღმდეგე ესე ვთქვათ, სამრეწველო მასშტაბზე არიან და ნამდვილად არა აქვს დეფიციტი. საკმაოდ კარგად აქვს დაწყობილი, რომ მასიურად გამოიყენონ და ტერორისტს ახლა ვერანაირ სტრატეგიულ, ესე ვთქვათ, წმინდა სამხედრო ველზე შედეგს ვერც ეს დრონები და ვერც ფრთოსანი რაკეტები ვერ მიაღწევენ. გარდა მოსახლეობის ტერორისტს და რაღაც ეკონომიკურ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული ობიექტები მეტნაკლებად ესე ვთქვათ კი რა თქმა უნდა არის ამის საშიშროება, მაგრამ დრონებით ნამდვილად აღარ უკვე შესაბამისი თავდაცვის საშუალებები არის და როგორც ინჟინული ისე სამხედრო, ახლა ხება ფრთოსან რაკეტებს უკვე თვითონ მოწინააღმდეგეს არის ინფორმაციები, რომ უკვე თვითონვე ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად წარმოების აქცენტი გადაიტანონ ბალისტიკურ რაკეტებზე და ვარქვან ფრთოსანზე, იმიტომ რომ 80-90% ხდება ჩამოგდება ამ რაკეტების, ისედაც ძვირია წარმოება და დიდი ეფექტი ამას არ აქვს.
წმინდა ესე ვთქვათ ბრძოლის ველისთვის სამხედრო თვალსაზრისით ეკონომიკურად მათთვისაც საკმაოდ ასეთია ფული ამდენი თანხა ხარჯო იმაში რასაც შედეგს არიღებს სამხედრო თვალსაზრისით თორე ხო ტერორს უწყობენ და ახლა ბავშვებს ხოცავენ სხვა არაფერი შეუძლია ახლა რუსებს თავისი არსებობის მანძილზე რასაც ხალხი არსებობს და რასაც ქვეყანა არსებობს ჩვენ ვხედავთ რომ ასე ვთქვათ უკრაინული მხარეც საკმაოდ აქტიურად იყენებს დრონებს და ასე ვთქვათ ეს ომი გადაიზარდა ტექნოლოგიურ ფაზაში ზოგადად და ვხედავთ დრონების ლოგოს თქვენს მაისურზეც მათ შორის რამდენად დიდი როლი უჭირავს ტექნოლოგიებს თანამედროვე ომში კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის ომში ამ შემთხვევაში და რა პროგრესი განიცადა ამ დროის განმავლობაში ტექნოლოგიური მიმართულებით შეტევამ თუ თავდაცვამ მარტივია რა სტატისტიკა თვითონ მეტყულებს გიორგი როგორც ჩვენ ხარეს განსხვავებით ისე მოწინააღმდეგესაც დანაკარგების 70% დღეს პირველად ყოველთვის იყო გახსოვს ადრე არაჩვენ ერთხელ გვილაპარაკია ფართო მასშტაბიანი ომის დაწყებამდეც რომ ყოველთვის იყო აი იმ პერიოდის ომში დანაკარგების 80% იყო დაჭრილ დაღუპულებში იყო საარტილერიო წესით დღეს დანაკარგების ახლობით 70% არის დრონებით ნუ როგორც ჩვენი ისე მოწინააღმდეგის დანაკარგები შემდეგ ეტაპზეა შემდეგ რაღაც 20% სადღაც დაახლოებით არის артиლერია საარტილერიო ცეცხლი და არჩენი ახლა ჩაულებრივი ახლო ესე ვთქვათ საკონტაქტო ბრძოლა რომელიც ყველაზე მცირე ნაწილს შეადგენს თავისთავად თავად მეტყველებს ეს იმაზე თუ რამდენად შეიცვალა რას ნიშნავს განსაკუთრებით ბრძოლის ველზე ხა მე პირადად ხა ესეთი deep strike-ებს რასაც ვეძახით როგორც იმათი მხრიდან ახლა ვიძახით რომ შედეგი მინიმალურია ვახჩავთ ტერორს ანუ ბრძოლის ველს ფრონტის ხაზს არ შეცვლის ახლა თუ იმათი ესეთივე ნაკლებ ეფექტურია შესაბამისად გასაგებია რომ ჩვენიც კი მიუხედავად ამისა საკმაოდ კარგ დარტყმებს ვაყენებთ მათ ქარხნებზე ნავთობ გადამამუშავებელს მაგრამ ვთქვათ რომ ჯერჯერობით ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ბატონო შეიძლება გამოიღოს მაგრამ ხანგრძლივში ახლა ასე ვთქვათ მარაგი ესეთი სათადარიგის რომ ვინ უფრო გაუძლებს ახლა ეს სხვა საკითხია იმიტომ რომ ჩვენ მაინც მცირე ვართ უფრო რესურსით ბევრად ნაკლებ ტერიტორიაზე გვაქვს ესე ვთქვათ თავმოყრილი დიდი ტერიტორია უკრაინა მაგრამ რუსეთთან შედარებით ნაკლებზე მათ უფრო დიდ ტერიტორიაზე და მათ უფრო ესე ვთქვათ მეტი ხანი შეუძლიათ ამ კუთხით გაზლებას რომ მაგრამ ის რაც შეეხება ბრძოლის ველს აქ დრონებმა ახლა საჰაერო დრონებმა განსაკუთრებით სახმელეთო ცოტა ტექნიკური მიზეზების და გარკვეული პრობლემატიკას რომელზეც მიდის მუშაობა ამის ფიზიკა ყველაფერი ამასთან დაკავშირებული და რაღაც უფრო უკან მოსდევს ამ ყველაფერს მაგრამ ეს გადაწყდება ადრეხი მაგრამ ამიტომ ძირითადად ეს 99% საჰაერო დრონებია აბსოლუტურად შეცვალა ბრძოლის ველი თვითონ დაკარგები და სიტუაცია ხატობს ყველაფერს ჩვენ ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას სადაც ის ამბობდა რომ პუტინი ეძებს ახალ შესაძლებლობებს რომ ომი კიდევ უფრო დიდი ძალით გააჩაღოს კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ამიტომ მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რომ გაეძლიერებინათ ზეწოლა ოფიციალურ მოსკოვზე მანამდე ნახეთ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რომლის შემდეგაც იყო გარკვეული მოლოდინები რომ გაცილებით პასიურ ფაზაში გადავიდოდა ეს ომი როგორ ჩაიარა ამ მოლაპარაკებებმა უკრაინისთვის კიევისთვის და რა შეიცვალა რეალურად ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ხედავთ რომ რეალურად რიგ მონაკვეთებზე უფრო დიდი ძალებით ხდება შეტევა ასევე ხდება სარაკეტო შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სადაც იღუპებიან სამოქალაქო პირები და რეალურად პრეზიდენტი ზელენსკის ის სიტყვები რომელიც მან თქვა შეიცავს დიდი რაოდენობით სიმართლეს რა მოლოდინები იყო ამ მოლაპარაკებების დროს და რეალურად რას აძლევდა ეს მოლაპარაკებები უკრაინას მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს მთელი თუ არა რაღაც დიდი ნაწილი მსოფლიოსი ამ მოლაპარაკებებზე და რაღაც მშვიდობაზე პირადად მე და არა მარტო მე ძალიან ბევრს
ძალიან ესეც სკეპტიკურად უყურებთ ამ ყველაფერს არაფერი ძალიან ისეთი გავრცელებული თემა ესეც ფრაზა ასეთი მოწვეთილი რომ ყველა ბრძოლა ყველა ომი მთავრდება რაღაც მოლაპარაკების მაგიდაზე კლამ ეგრეც არ არის იქ რა პირობით მოხდა იმ მოლაპარაკებას და რაზე დათანხმდა ეგა ესა მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი კიდე ამას აჩვენებს ის რა შედეგით ბრძოლის ველზე იქნება აქ ჯერ კიდევ სამწუხაროდ დასავლეთში დიდ ნაწილს პრობლემა მართლა დიდია იმიტომ რომ ვინც დასავლეთში ორჯერ დოსტოევსკი წაიკითხა ომი და მშვიდობა ყველას გონია რომ რუსეთის ესმის და ნამდვილად არ ესმით თუ ვისთან და რასთან გოქრაზალასთან საქმე მათთვის ყველა ესეთი ნაბიჯი რაღაც ნორმალიზაციისკენ არის მოწინააღმდეგისგან სისუსტის ჩვენების ანუ შესაძლებელი არის რა თქმა უნდა რომ დათანხმდეს მოლაპარაკებზე გაჩერდეს მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას იმ ინფორმაციით რა ინფორმაციასაც თვითონ ფლობს თავის შესაძლებლობებზე და მოწინააღმდეგის ანუ ჩვენ შესაძლებლობებზე ესეთი მკვეთრად სურათი ექნება მკვეთრი რომ ესე იგი პერსპექტივა არ აქვს და უკვე ესე ვთქვათ სერიოზულ მინუსშია და წაგებისკენ მიდის საქმე თუ ამას ბრძოლის ველზე ჩვენ მარტო ჩვენ ამ ვიზამთროთ ხოლმე დასავლეთ ზიარეში ჩვენ ამას არ დავანახებთ არანაირ მოლაპარაკებს რაში ჭირდება რას კარგავს რა ფაქტია ეკონომიკა მაჩვენა რომ შეუძლიათ და რაც არ უნდა გაუჭირდეთ ხო ჩემ ბავშვობაში ტალონების პერიოდიც იყო და ბევრად უფრო ისეთი დეფიციტი პროდუქტის როცა ცენტრალიზებული ეკონომიკა ჰქონდათ და ასე ვთქვათ გოსპლანი ვისაც ახსოვს ის პერიოდი დღეს ესე არ არის ასე ვთქვათ მეტნაკლებად თანამედროვე ხო კაპიტალიზმზე ესეთ დაფუძნებული ეკონომიკა და უფრო სიცოცხლის უნარიანი აქვს რუსეთს სამწუხაროდ ეკონომიკა ასე რომ კიდე შეძლებენ ხალხის დანაკარს რაც შეეხება მილიონამდე არის უკვე ვთქვათ დაღუპულ დაჭრილიანად ასე ვთქვათ დანაკარგები, მაგრამ არც ეს არ არის კატასტროფული ციფრი, სამწუხაროდ ბევრ ჩვენ სამხედრო ხელმძღვანელობასაც ეგონა რომ თუ დაკარგავდნენ რაღაც 200,000, 300,000 რაღაც მოიფიქრებდნენ რომ ეს მართლის სამგებიან. არ არის რუსეთი ამას არ იზამს. თუ არ ეკნა ბრძოლის ველზე აშკარად, ასე ვთქვათ, უკან ხსვლა, უკან დახევა რა მომენტებიც იყო და სამწუხაროდ ის შიშების გამო არ იქნა გამოყენებული თავის დროზე, როგორც ხარკოვის ოპერაციის დროს, ისე ხერსონის ოპერაციის დროს გარკვეულწილად. შემდეგი კონტრშეტევები იყო, რომელიც ჩავარდა იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ ოფში ყველაფერი ხდება. სანამ არ იქნება ბრძოლის ველზე რაღაცა გარდამტეხი, სხვა შემთხვევაში მათი მხრიდან დღეს ან იქნება მაქსიმუმის მოთხოვნა, რომ ჩვენ დავთმოთ 4-ვე ოლქი, რომელს ლუგანსკი თითქმის აღებული აქვს, მაგრამ დონეცკის ოლქი, რაც ამ ტემპებით რო გააგრძელონ, დაუშვათ ყველაფერი ესე გაგრძელდეს, დაუშვათ თეორიულად კიდევ ერთი 2-3 წლის ამბავია და საუბარი აღარ არის ზაპოროჟიაზე და ხერსონზე, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე თუ ჩვენ არ შეგვიწყდა მართლა და რაღაც ჩვენმა მოკავშირეებმა ესე ვამბობ ჰიპოთეტურად მოაზროთ, მაგრამ არ დაიკავეს ჩვენი მოწინააღმდეგის მხარე, ნამდვილად შეუძლებელია მათ ეს მიაღწიონ, მაგრამ მოთხოვნა იქნება ამისკენ რომ აქეთ გვიბიძგონ და აქეთ წავიდეთ. გასაგებია რომ ამას არავინ არ დათანხმდება აქ, არა ვართ ეგ მაგ მდგომარეობაში, საკმაოდ დიდი გვაქვს ტერიტორია და კიდე დიდხანს შევსდოთ ხოლმე. ესე ვთქვათ, ბრძოლა ნამდვილად ძვირი დაუშვდება მოწინააღმდეგეს ხალხისლა. ესეც არ არის გათვლილი იმაზე, არავინ არ უნდა იფიქროს, რასაც შეიძლება იფიქროს, რომ აი ამ ოლქებს თუ აიღებს, გაჩერდება რუსეთი, არ გაჩერდებია, შემდეგ იქნება უფრო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რბილი პოლიტიკური ძალა, უკმაყოფილება, შიდა არეულობა, ხელისუფლების ცვლილება, რასაც ეს ცდილობენ, რომ ააჟღერონ, აი რაღაც ვინმე უკანონო არის თუ მეახ და არალეგიტიმური სასაცილოა უბრალოდ ესეთ მომენტები რომ მოიყვანონ რაღაც მსგავსი მთავრობა შემდეგ აქ მოვიდეს როგორც არის დაუშვათ უნგრეთში ან სლოვაკეთში და რაღაცა ესეთ მსგავსი რაღაც პოლიტიკური პროცესი რომ საბოლოოდ მაინც ჩაიგდონ უკრაინა მთლიანად ხელში იმიტომ რომ ეგზისტენციალური საფრთხე მათთვისაც მესმის გასაგებია იმიტომ რომ იმ სახით რუსეთის იმპერია ვერ იარსებებს უკრაინის გარეშე და სახითაც მათ სურს უბრალოდ ვერ იარსებებს და ამას ცდილობენ ერთადერთი ამის ესე ვთქვათ წამალი ჩვენი მხრიდან არის რომ შეჩერება და მთლიანად ნამდვილად არ გვაქვს ჩვენი ეს რესურსები ეხლა მთლიანად 91 წლის საზღვარზე გავიდეთ თუმცა არც ეს იქნებოდა ახლა უცებ რომ მოხდეს ამის გაკეთება არც მაშინ არ დამთავრდება გააგრძელებენ მაინც რუსეთი თუ მასში იქნება ანუ სანამ იქ მართლა ესეთი ძლიერი ძვრები არ მოხდება შიგნით
ეს პირველი დაკავშირებულია მათი პრეზიდენტის ესე ვთქვათ სიცოცხლესთან რაც ამდენი დარჩენილი აქვს და რაღაც დიდ კატაკლიზმებთან ბრძოლის ველზე რომელიც შიგნით უნდა გამოიწვიოს რაღაც კრიზისი და პრობლემა ვთქვათ თავად მოსახლეობისთვის. ჯერჯერობით აქვს რესურსი კი რაც შეუძლიათ ასეთ პირობაში თუ ჩვენ დაუპირისპირდით სერიოზულად ალბათ დათანხმდებიან რაღაც პერიოდში, ესე ვთქვათ, status quo არსებული ფრონტის ხაზით გაყინვის, მაგრამ ეცდებიან მაქსიმალურად გაწევრდნენ და მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავონ. სხვა შემთხვევაში, რაც შეეხება მობილიზაციას, როგორც ასეთი სამობილიზაციო რესურსი ციფრებით თუ ავიღეთ, რა თქმა უნდა, აქვთ, შეუძლიათ კიდევ მილიონ ნახევარი გაიწვიონ, მაგრამ აქ ორი მომენტია, ერთი ეკონომიკური და წმინდა ტექნიკური, რითი შეიარაღებენ, იმიტომ რომ ამდენი ტანკი და ჯავშარ მანქანა უკვე აღარ არსებობს. ახლა უნიკალური ომი გვაქვს 3 წელია ომი მიდის და 4000-ზე მეტი მარტო დადასტურებული ვიდეო იდენტიფიცირებული ტანკი დაკარგეს და ამ დროს არც ერთი სატანკო ბრძოლა არ მომხდარა, ხო? გასაგები არასდროს. ვერ შეავსებენ ამ ხალხს ვერ შეიარაღებენ ვერანაირ ის ხორცის მასად და ისე ხორცის მასად როგორც იყენებენ, უკვე შეეხება ახლა ცენტრებს, ესე ვთქვათ, მათი გრავიტაციის ცენტრ ქალაქებს, დიდ მოსახლეობას, რასაც ცდილობენ მაქსიმალურად, რომ არ შეაძლოთ. ხედავთ, ახლა იწვევენ, ესე ვთქვათ, მარგინალ ესეთ საზოგადოების ისეთ ფენებიდან ქაჩავენ, ესე ვთქვათ, იკაჩებენ, რომელიც ახლა იქ საბიძაშვილოში თუ იმას გამოაკლდება, ძალიანაც არავინ არ ნერვიულობს, ესე ვთქვათ, თავიანთვე ნაგავს თავითი შეხედულობით იშორებენ, როგორც ნახეთ, იგივე ზეკები, ციხეებიდან გამოყვანილი ხალხი და აი სადღაც არა მოსკოვში და გაჭირებულ რუსეთში ვისედაც ლოთობისგან როკვდება, აი ესეთ ხალხს კრიფავენ, ყრიან და კიდე აქვთ მაგის რესურსი, მაგრამ ტექნიკურად ამის გაკეთება და შესრულება ამ ეტაპზე თუ ჩვენ არ აღმოჩნდით ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში და აი ესე შენარჩუნდა, ვერ შეძლებენ ვერანაირად და პირიქით უარეს შედეგებს გამოიღებს მათთვის. ირაკლი, კიდე ერთი კითხვა, რომელიც მაქვს უკვე ეხება როგორც შენ თქვი მოკავშირეებს, დასავლელ მოკავშირეებს, რომლებიც უკვე წლებია უკრაინას, ასე ვთქვათ, სამხედრო პროდუქციით და არა მხოლოდ დახმარებას უწევენ, თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ევროპის რიგი ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე არ იყვნენ აქტიურები სამხედრო მიმართულებით, ფაქტიურად გადადიან ომის ეკონომიკაზე. გულისხმობ კონკრეტულად გერმანიას, რომელმაც დაახლოებით 2 კვირის წინ განაცხადა, რომ შემდგომი 10 წლის განმავლობაში ბუნდესვერი დახარჯავდა 1 ტრილიონს ევროს და დღეს ვნახეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში, მიმდინარე წლის ზაფხულში, გერმანიაში ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნები, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას 800,000 სამხედრო და რომლის სცენარის მიხედვითაც ასე ვთქვათ, განსაზღვრულია ის, რომ ევროპის ქვეყნების დაცვა მოხდეს რუსული არმიისგან. აქ იგულისხმება კონკრეტულად ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთი. ხო, არ ნიშნავს იმას ეს ყველაფერი, რომ რეალურად ევროპა უფრო დიდი ომისთვის ემზადება გრძელვადიან პერსპექტივაში. ხო, არაერთხელ დიდი ხანია ამაზე საუბარი არის, უფრო დიდ ომზე. ეხლა ვერს გონია ეს ომი მორჩება და მე რაღაც ახალი დაიწყება. არა, შეიძლება უფრო მასშტაბური, ნახოთ ჩვენ მოწინააღმდეგეს, ჩვენ საერთო მოწინააღმდეგეს რა მოკავშირეები გამოუჩნდება და რა რესურსს დახარჯავენ ამ ყველაფერში. ხო, ბევრი ფიქრობს, რომ დღეს არანაირი შანსი არ აქვს აუშვათ იგივე რუსეთს, იმიტომ რომ უკრაინაში ესეა ჩაფლული. შეიძლება აქ გაყინონ რაღაც ისეთ იმაში რომ ნაკლები რესურსი დახარჯონ აი იმდენი რომ შეტევაში არ ეყოთ, მაგრამ ვერც ჩვენ ვერ შეუტიოთ, აუშვათ და რაღაც ძალები გამოძებნონ, რომლებიცაც გამოიყენებენ ბალტიისპირეთში იქნება, კავკასიაში იქნება, არ დაგვავიწყდეს ჩვენ რაც არ უნდა ეხლა ჩუმად ვიждეთ მაინც ინტერესის ჩვენ ქართველები ზოგადად ყველას არ დავა კონკრეტად წყნარად ვიждეთ და ვაიდე და თოფი არ გავარდეს მაინც ვთქვათ მათ არ ავიწყდებათ ჩვენი არსებობა ჩვენ კი ვცდილობთ ესე დავივიწყოთ და სიერაკლემას პოზიციაში აღმოჩნდეთ მაგრამ აი აღარ გავაგრძელებ პოლიტიკურ შეფასებას შესაძლებლობა აქვს რა თქმა უნდა გარდაუვალეს სხვანაირად წავაგებთ უბრალოდ ყველა უკრაინა და შესაბამისად ევროპა სცენარი ძალიან მარტივია ახლა
ვერ წარმოუდგენია გიორგი, რომ აი თუ დაიკავა მთლიანად უკრაინა, რა მოხდა არაფერი მე იქნება ეს ორი დიდი ქვეყანა უზარმაზარი სამხედრო რესურსით და ყველაზე დიდი სამხედრო გამოცდილების ორივე ერთად, რომლებიც უკვე იქნება საფრთხე დასავლეთისთვის. ახლა კითხვა, როგორ ამდენი სისხლის მერე წარმოუდგენელი შეუძლებელი ესენი ერთად ასევე წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმ ომებში, რასაც საკუთრებით 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომში. კი ბატონო. აი 40-იანებს რო ავიღოთ აი ეს პერიოდი, როცა უკრაინის დამოუკიდებლობა იყო და ასე შემდეგ, მერე ვიხილეთ ესე ხდება ცხოვრებაში, მერე ვიხილეთ ჩვენ ის რომ ოკუპაციის ფასი ასევე. კი ბატონო, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სამხედრო ძალა ეთნიკურად რო ავიღოთ, იყო ყოველთვის არ აქვს საუბარი სამხედრო სამრეწველო და ინჟინერულ, ესე ვთქვათ, გონზე და ასე შემდეგ, იყო უკრაინა. და როგორც გაჩოლის სამეთაურო გოლშიც ქვედანაყოფების დონეზე. კი ბატონო, ხონა შესაბამისად არც სცენარი არ არის ესეთი არარეალური ყველაფერია შესაძლებელი, ამიტომ ამაზე ფიქრობენ. ნელა მოუწევთ ფიქრი, გასაგებია, გერმანიას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს და საფრანგეთს, რა თქმა უნდა, თალკე მოვლენაა. მადლობა თავის დროზე შარლ დე გოლს რომ გაიყვანა ეს თქვა საფრანგეთი ნატოდან და შემდეგ დაბრუნდნენ, მაგრამ ფრანგები დახურული ციკლი აქვს მთელი სამხედრო წარმოების მოიხსენებათ. რაც შეეხება გერმანიას, ეხლა ერთ-ერთი პრობლემაა ის პრობლემა, რაც 80 წლის წინ დასრულდა და დღემდე მოდის ის, რომ როცა ესაუბრები გერმანელებს ხო არ გავიწყდებათ, რომ კი ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ წარმოება, მაგრამ გერმანელები ვართ და გერმანელებს ველაპარაკებით ამ თემაზე, მე რამე პრობლემა არ იყოს ეს ხომრობით, მაგრამ არის ეს ვთქვათ შიშები, კატეგებია. რა და როგორ საკმაოდ ძიმე შედეგი ქონდა ამ ყველაფერს სოფლიოსთვის. მაგრამ სხვა გზა არ არის, მოუწევთ, იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად წამგებიან მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბოლო 20-30 წლის მიდგომამ, რომ ჩვენ ბიზნესით ყველაფერს ყველგან, ასე ვთქვათ, ვიყიდით კოკა-კოლით და გამბურგერით და თუ ომები მორჩება, იმიტომ ეს არ არის საინტერესო ეკონომიურად, ახლა გიორგი, ომი რომ მათემატიკა ყოფილიყო, ხო, სუფთა მათემატიკა ომი. როდესაც მათემატიკა მოიგონა ადამიანმა და თვლად ისწავლა, დაიწყო, მაშინ დამთავრდებოდა ალბათ ომები ცოტა უფრო ადრე დაიწყო ერთმანეთის შეხვა და განადგურება მოსპობა ადამიანს, მაგრამ მაშინ მორჩებოდა, ანუ ეს არ არის ისე რაც ჩაულებრივად ეს თქო არითმეტიკულ და მათემატიკურ ლოგიკას ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია და მისი ჟერა და ის წამს და რაზეა წამსვლელი და რადონის ფანატიზმით არის დაავადებული. რასაც ხედავთ, თორე გასაგებია რომ ნორმალური ხალხი ვინც თვლიდა თავისი გადმოსახედი და თვლიდა რომ არა, როგორ შეიძლება რუსეთმა დაიწყოს, ეხლა იმიტომ წამგებიანია, არც რესურსი აქვს მაგდენი, არც საშუალება და არაფერს არ მოიგებს. ამ ყველაფერმა ბოლო 20-30 წლის მანძილზე ხნა რომ არმიები დაიყვანა რაღაც არა მარტო ევროპული, ამერიკულიც მათ შორის, დაიყვანა რაღაცა ის მაღალტექნოლოგიურ რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე დღევანდელ ტექნოლოგიაში და ესეთ მოწინააღმდეგეს როგორც რუსეთთან მაინც და მაინც ვერ მუშაობს, ბევრი GPS სისტემები და ასე შემდეგ, ვისაუბრე ამაზე და ახლა ფაქტია რომ დღეს 60%, 50-60%, 70% მეტი არ ამგონია ნაკლები, მაგრამ რუსები რასაც ხმარობენ საარტილერიო ჭურს, ხმარობენ ჩრდილოეთ კორეულს. ანუ გამოდის რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი მისი წარმოება აღემატება საარტილერიო ჭურებში, აღემატება მთელი დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს ერთიანად ჭურვების წარმოებას. ამის დაძლევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ტექნოლოგიურად კიდე ბევრი რამე გადაიხედა და მიდის ამაზე მუშაობა და ხედავთ ბრძოლის ველზე, ესე ვთქვათ, და პროზურშიც რომ ჩვენი პარტნიორები და ხარდამჭერები ესეთ დასავლეთში ამას ყველაფერს ამ ინფორმაციას ამუშავებენ და ბევრი რამის ცვლილება ხდება ტექნოლოგიაში, გადახედვა თუ რა გზით მიდიოდნენ და რა საიცავდნენ, ჩემი ამ დრონების საქმეში იცი რამდენი ხანია ვარ და აი ხედავ რანაირად თავიდან პირველ დღეს რომ დაიწყო ეს ყველაფერი ძალიან ბევრი დასავლური, ამერიკული, რაღაც ევროპული დრონები კი ჩამოვიდა, არაფერი არ მუშაობდა, მithქვია და გახსოვს კარგად, იმიტომ რომ ახლა სხვა ასე ტექნიკური საკითხები არ იყო ამ ასეთი მოწინააღმდეგისთვის და გათვლილი იყო სადღაც უფრო ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, ვიდრე სრულმასშტაბიან ომზე. ისიც პაპუასების დონეზე სადღაც შუაგულ აფრიკაში და ეხლა იცვლება მსოფლიო, შეიცვალა სწრაფად. იქაც კი უკვე მალე აღარ იმუშავებს ეგერ, მე-9 თუ მე-10 თუ არ ვწდები
ბრატორი ჩამოუგდეს ეგერ ამერიკელებს ხუსიტებმა, ასე რომ აღარც იქ არ იმუშავებს ეს ბევრი რამეა შესაძლებელი გადასახადი. ირაკლი, ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხო ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურ რეჟიმში რუკას, მაგრამ თქვენ უფრო დეტალურ რუკებზე მიგიწვდებათ, ასე ვთქვათ, ხელი. სად არის, ასე ვთქვათ, ყველაზე კრიტიკული მონაკვეთები, სადაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რომელ მონაკვეთზეა ყველაზე ისეთი ცხელი ფაზა და რა ხდება ზოგადად ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე? გიორგი, ესე არაფერი ახალს ისეც ვერ ვიტყვი, რასაც არ არის ოფიციალურად ესეთ ღია წყაროებში, ყველას გესმის, ეს ღია და პირველი ომია, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს, მთელი საზოგადოებისთვის, არა მარტო ხელმძღვანელობისთვის. დასაგებია ანუ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ ტაქტიკა მარტივი რუსების მცირე ჯგუფებით, იმიტომ რომ დიდ კონცენტრაციის ძალების რუსები კი არა ზოგადად ვერანი ვერ მოახერხებს დღეს ისე რომ შეუმჩნეველი იყოს ეს რასაც დაუშვათ მთელი 70-80 წლის მანძილზე ჩვენ სამხედრო დოქტრინა დასავლური იქნება და აღმოსავლური ვასალური და კონცენტრაცია ერთად მინდას დიდი ძალების პირატესობა და შემდეგ რაღაც გარღვევა და ასე შემდეგ ეს დღევანდელ ტექნოლოგიებში შეუძლებელია და ცდილობენ ყველა სადაც კი ოდნავ სუსტია შეიძლება ფრონტი იყოს ყველაზე წყნარი დიდი ხნის მანძილზე რაღაცა მონაკვეთი სწორედ იქ ხდება ფოტოშოპში სწორედ ასეთი ადგილების გამოვლენა ხდება იმიტომ რომ იქ მოდუნებული ადამიანი და რაღაც სისტემა მოდუნებულია მართვის თავდაცვის ასეთი და ასეთი შეხვედრა ხედავთ ისევ და ისევ ავდეევკა და აღმოსავლეთი ფრონტი გასაგებია დონეცკის ოლქის არის აქტიურობა ზაპოროჟიის ოლქზე და უფრო ჩtildeებით ახლა დეტალურად მე ვერ გეტყვი მართალი ხა გარდა იმისა რაც ღიად არის ну არის ნიშნები თითქოს ძალიან სიგიჟე იქნება მაგრამ ნახოთ როგორ იზამენ რომ რაღაცა ხერსონის მიმართულებაზეც ეცადონ რაღაც აქტიურობა დესანტი ну ნახოთ ძალიან სახალისო იქნება რა თქმა უნდა მაგრამ მათი ხილვამდინა მაგრამ ну შეიძლება ესეც სადონ არაფერი რთული სიტუაცია რთული ერთადერთი ჩვენი ახლა რაც სწრაფად რაც კეთდება სამწუხაროდ საკმაოდ დაგვიანდა ეს შეიძლება 22 წელს იყო ამას საუბარი რატომ რისთვის ამის მიზეზები ახლა აბსოლუტურად სხვა თემაა სხვა განხილვის და სხვა ჯობის მაგრამ ეს არის ჩვენ თვითონ შიგნით რეორგანიზაცია ორგანიზაციული პრობლემები რა თქმა უნდა არის და ის რაც ახლა ხდება ესე ვთქვათ იმედი მაქვს რომ უფრო ჩქარა და ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება საკორპუსო სისტემაზე გადასვლა ну იყო საუბარი დივიზიები პრინციპული მნიშვნელობა ხა დივიზია კორპუსი ხა რას დავარქმევთ არა მაგრამ დიდ ესე ვთქვათ დაჯგუფებებზე კი დიდ დაჯგუფებებზე როგორც თქვენ ხმერს დიდი ბატალიონები უყვარსო მოკლედ ეს აუცილებელია მართლა დიდი პრობლემები არაერთხელ შეგვიქმნა არ არის მარტო ისე რომ თუისადმე გაარღვია მოწინააღმდეგე ეს იყო მოწინააღმდეგის უპირატესობის გამო არა ეს იყო ჩვენი რაღაც ბევრი ორგანიზაციული მინუსის გამო გაწევის და კომპლექტების მომზადების პრობლემა ძალიან კომპლექსურია ყველაფერი მიდის ამაზე მუშაობა საკმაოდ აქტიურად ჩემი აზრით სწორი მიმართულებით ну არის რომ კი გვიან კი ну ესე ახსაკუთრებაში სტუდენტებს ვსწავლობთ ყველა და ელაგეთება ურემი რო ტრიალდება მერე ჩანს გზა მაგრამ ну თავარია რომ ამ გზაზე დავდექით და რაღაცა დაიძრა დიდი მადლობა ირაკლი რომ იყავით ჩვენთან ერთად მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური ირაკლი ქურასბედიანი და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად გაგაცნობთ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული მხარის დანაკარგების შესახებ მას ასე სპეციალური ტექნიკა 3789 ერთეული მოიერიშე ავიაცია 370 ერთეული ვერტფრენები 335 ერთეული ტანკები 10554 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანები 21962 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები 1354 ერთეული მცურავის საშუალებები 29 ერთეული მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავი სპეციალური მანქანები 43050 ერთეული უპილოტო საფრენის სისტემები 31846 ერთეული საზენიტო სისტემა 1124 ერთეული ფრთოსანი რაკეტა
3130 ერთეული, რაც შეეხება ცოცხალი ძალის დანაკარგებს, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია 923670 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ეს იყო ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.